დაპირისპირება თიანეთში ჩხუბი ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის შტაბის წევრებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტი რომელ ფაშურიშვილი ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის პლაკატის ჩამოხევის დროს შენიშნეს. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ეს პირველი მსგავსი შემთხვევა არ არის და ოპოზიციის ლიდერებმა ზაქარია ქუცნაშვილი, რომელიც მათი მტკიცებით ფაშურიშვილის ახლო მეგობარია, ამ საკითხზე მანამდე გააფრთხილეს. დაპირისპირების შედეგად რომელ ფაშურიშვილს დაზიანებები აღენიშნება, მისი გამოკითხვა თიანეთის პოლიციაში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. რის შემდეგაც პოლიციამ მას შენობა უკანა გარედან დაატოვებინა. გამოძიება გრძელდება. მთელ რაიონში ყველა პლაკატი პრაქტიკულად არის ჩამოხეული და ვინ ხევდა? დეპუტატი ქუცნაშვილის, ზაქარია ცნობილი გამოჩენილი პოლიტიკოსი ქართული ოცნების და ზაქარია ქუცნაშვილის ბიუროს თანამშრომელი. ეს ხელმრუდე ვაჟბატონი. მიუხედავად იმისა, რომ გავაფრთხილე ბატონი ქუცნაშვილის საჯარო სივრცეში, რომ ხელი აიღო ამ დანაშაულებელ კვედებისგან, დღეს ჩვენი ოფისის წარმომადგენლებმა და მეგობრებმა თიანეთში ფაქტზე წაასწრეს ბიუროს თანამშრომელი ქუცნაშვილისა და საკადრისი პასუხი გასცეს. და თავი შეაფარა ქართული ოცნების ოფისს თიანეთში. აი ამ ადგილას, სწორედ აი ამ ადგილას ხებდა ეს ბატონი, როდესაც იქნა ფაქტზე წასრებული. ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში განსაკუთრებით არ არსებობს არც ხელისუფლება, არც პოლიცია და ჩვენ ყველა დანაშაულებრივ კვეთებას ვაგებინებთ საკადრის პასუხს ყველას, ვინც ხელს შეუშლის გრიგოლ ვაშაძეს საარჩევნო კამპანიის ნორმალურ წარმართვაში. და სწორედ აი ასე დავიცავთ თითოეულ ხმას, მათ შორის ფიზიკურადაც. და ეხლა ნაცვლად იმისა, რომ პასუხი აგონ, რეალურად გაღმა შეედავე გამოღმა დარჩებას პრინციპით, აქეთ ჩივიან ეს მართლაც დამნაშავეები, რომლებიც შეგნებულად პოლიტიკური დავალების საფუძველზე მთელ თიანეთში ხებენ პლაკატებს და თანაც Facebook გვერდზე აქვეყნებენ ამ ყველაფერს სიამაყით. ამიტომ ბატონო ქუცნაშვილო, გონს მოდით. არ გაგივათ ის, რასაც იყავით შეჩვეულნი. ზუსტად ამ პიროვნებას მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და რის გამო მიაყენეს, ამას პოლიცია არ კვირს და შეიძლება მიმართოთ პოლიციას. და რა მოხდა? დაპირისპირება მის და ვის შორის იყო? როგორც ცნობილი არის, ბატონი რომა ზაქარია ქუცნაშვილის შტაბის წევრია. ბატონი რომა ქართული ოცნების აქტივისტი არის და რატომ მიაყენა და ვინ მიაყენა, ამას პოლიცია რა მოხდა? რა ინფორმაცია აქვს? არა მაქვს